Mama uçuenu romeli xartsatashina წმინდა იყან სახელი შენი მოვედნენ სუფევა შენი იყავნება შენი ვითაცაცათაშინა ეგრეცა ქვეყანასაზე პური ჩვენი არსებისა მომეჩვენ დღეს მოვიდევენ ჩვენთან ანადებდნენ ჩვენი ვითარცა ჩვენ ჩვენ დავიწყეთ ესეთი შემოქმედება რომელსაც სახე მიეცემა ასე შაბათ დღეს ავდივართ ეკლესიებზე სადაც საპატრიარქო არ ზრუნავს ასეთ ეკლესიებზე იქ მივდივართ სადაც იყო ჩვენი წინაპრების დატოვილი ის წმინდა ადგილები სადაც ახლა ვართ და ასეთი ყველა სოფელში არის ავდივართ და ვიწყებთ ლოცვას 12 საათზე ვიწყებთ ლოცვას და მოვუხმობთ უფალს რომ მოვიდეს მალე ეხლა მე ამ ეკლესიაში ვარ ზუსტად 12 საათზე მე მოვუხმე უფალს რომ მოვიდეს ჩვენთან მალე რამე თუ უკვე ძალიან ცუდად არის საქმე სანამ დაგვიანდება და აი ახალი გაბრიელის ხატი დაგხვდა ახალი ხატები დაგხვდნენ აი წმინდა გიორგის ხატი ძალიან ლამაზი ხატი დაგხვდა და ახალი გაბრიელის ხატი დაგხვდა ეს არის ეს მე მგონი გაბრიელის ხატი არის თუ არ ვცდები ხო? ყვავილით ხელში გაბრიელია ხოლმე. ეს არის ნიშანი მეგობრებო რომ წმინდა გიორგი და გაბრიელი ჩემთვის ნიშანია და ყველა იმ სიდონის წევრისთვის რომლებიც ჩვენ ამას ვაკეთებთ ახლა ეს არის პირველი შაბათი სადაც დავიწყეთ ასეთი აქცია რომ შაბათს ავდივართ ისეთ ადგილზე დადეიქ ისეთ ადგილზე ავდივართ სადაც წმინდა ეკლესიები იყო და აი ამ ადგილზე მეგობრებო მე როდესაც თამარს ვესაუბრე ეხლა გაჩვენებთ მე სად ვესაუბრე თამარს სად ვიყავი როცა თამარს ვესაუბრე აი აქ ვიჭექი ზუსტად აი აქ ვიჭექი ამ ქვაზე აი ესე ვიჭექი და აქ მესაუბრა თამარი თამარი აი ამ გორის აი ხლა არ ჩანს აქედან აი აქ გარდაიცვალა თამარი აი ამ გორის უკან რომ აზეულას ცა არის მესაუბრა თამარი და მითხრა რომ ძალიან მალე მოხდება ის რომ ჯერ მოხდება აღდგომა და მოხდება თამარის საფლავის გაღება და მისი გაღვიძება და შემდეგ მოხდება ქრისტესა და ანტიქრისტეს პირისპირ წარდგენა. ამას ვიხილავ მე პირადად და მე თუ ვიხილავ, თქვენც იხილავთ, მეგობრებო, თუ კი თქვენ ქრისტეში დარჩებით ძლიერნი. ეს არის სულ რამდენიმე წლის საკითხი, ეს არ არის რამდენიმე ათეული წლის საკითხი. და აი აქ ეხლა ვკითხე რატომ მოგყავა რა აქ და აქ რატომ მესაუბრები ხო და ესეთი რამე მითხრა აქ მოვდიოდი მე ხშირად აი აქ ამ ადგილზე მოდიოდა თამარი ხშირად ზუსტად აი ამ ეკლესიაში ეხლა ეს ეკლესია ჯერ არ დამთავრებულა ეს ძველი ნანგრევი იყო აქ რომელიც ახლა ჩვენ ამის აღდგენა დავიწყეთ ეს არის თეთრი წმინდა გიორგის ეკლესია და ამ ეკლესიის
არ ვიცი რატომ უყვარდა თამარს აქ მოსვლა და აქ ყოფნა, მაგრამ როგორც ჩანს აქ მოდიოდა თამარი ხშირად და ზუსტად 3 წლის წინ აი აქ სადაც თამარი გარდაიცვალა იქ მაღლა კოჭრის ციხე რომელიც არის ქოროღლის ეძახიან ბრმა ძეს ეძახიან ქოროღლი იქ დააბრმავეს დემნაუფლის წული იქიდან აღდგომა დღე იყო ოღონდ აღდგომა იყო კათოლიკების თვალსაზრისით აი იქიდან გადმოვიხედე მე პირდაპირ ჩანს კაბენის მონასტერი კაბენის მონასტრიდან შემდეგ ვიკითხე რომ თამარის საფლავი სად არის მეთქი რა აი ესე ვიკითხე და უცბად აი ღრუბლიანიცა იყო ღრუბლიდან ჩამოვიდა სხივი და აი ამ მინდორს დაეცა თამარი ამ მინდორზე არ არის მეგობრებო დასაფლავებული ის არის აკლდამაში დასაფლავებული მაგრამ ფაქტის სახეზეა რომ აი ამ ადგილზე მოდიოდა თამარი ხშირად აი ამ ადგილზე და სავარაუდოა ის რომ აქ არის ძალიან ახლოში თამარის აკლდამა რომელიც გაიხსნება ძალიან მალე და ისიც ვიცი რამდენმა უნდა გახსნას და ის მითხრა ყოველ შემთხვევაში რამდენმა უნდა გახსნას ეს საფლავი და ვინ უნდა იყოს იქ ასე რომ გამოფხიზლდით დრო არის ჟამი არის და ჩვენ მივდივართ ყოველ შაბათს ეს არის კიდევ ერთხელ ვიმეორებ პირველი შაბათი რომელიც თითოეული თქვენგანი სადაც ვისთანაც ახლოს არის აი ესეთი ნანგრევი ეკლესიები იქ მივლენ ან ჩვეულებრივი ეკლესია სადაც ახალი ეკლესიები არა მეგობრებო იქ მადლი საერთოდ არ არის ახალი ეკლესიები არავითარ შემთხვევაში არ მიიღებს არც ერთ მადლს იქ არ არის კავშირი ზეცასა და მიწიერს შორის ასე რომ მიდიხართ ვისაც გსურთ სულის გადარჩენა რა ვიცი გადარჩენა და საერთოდ გადარჩენა მიდიხართ და ზუსტად 12 საათზე მოდი ჩვენთან უფალო სიტყვით აი ეს არის ჩვენი ახალი წამოწყება რომელიც სიდონის წევრებმა წამოვიწყეთ სიდონის წევრები არიან ჯგუფში რომელიც მე შევქმნი Facebook-ზე და დავამატე ნებისმიერ თქვენგანს რომელსაც სიდონში უნდა ყოფნა ოღონდ სიდონი არ არის მხოლოდ ის რომ აი მომეხუშტურა და სიდონში ვარ არამედ იქ განვიხილავთ ლაზარის საკითხებს იქ განვიხილავთ სხვადასხვა თემებს და იქ უნდა აქტიურად იყოთ ჩართული და ასე შემდეგ მეგობრებო აბა ეხლა დაგემშვიდობებით მე გისურვებთ ბედნიერ ქრისტესთან შეხვედრას და მანამდე მომზადებას სულიერად და ხორციელად იმიტომ რომ ხორციელი თუ არ გაქვთ დატრენინგებული გავარჯიშებული თქვენ ვერ გაუძლებთ აი იმ მოვლენას რაც ეხლა მალე უნდა მოხდეს ასე რომ გემშვიდობებით და ჩვენ ეხლა დავიწყებთ აქაც გაახლებას ამ ეკლესიის ისევ რესტავრაციას და შერემონტებას და გავაცხადებ ხოლმე როდის ვიკრიბებით და შეგიძლიათ ნებისმიერ თქვენგანი მოხვიდეთ და გვეხმაროთ ამ ეკლესიის გაკეთებაში ასე რომ თუ კი ვინმეს რამე რწმენა აქვს ამას იგრძნობს ახლა მე რასაც ვლაპარაკო შეგრძნების დონეზე ჟრუანტელი დაულის აი თუ ჟრუანტელმა დაგიარა ესე იგი შენ ახლოს ხარ ღმერთთან ასე რომ გაკოცეთ მეგობრებო წავედი ახლა მე